ქალაქ ბარიში კინოთეატრ ანქეთ შინემაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში ქართული საღამო გაიმართა. სცენაზე წარდგა ქალაქ ბარიში მოქმედი ასოციაცია გურულების ქორეოგრაფიული ანსამბლი ფესვები, რომელმაც მაყურებელს ქართული ცეკვის მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი ემიგრანტები, ასევე ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, გენერალური კონსული ირაკლი ქოიავა, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლოს მოძღვარი არქიმანდრიტი და ქართველი ემიგრანტები. Przyjął zapisujemy, a ostatnio na tej misji omówione jest chyba zakroczego formacji, czyli archiwum jest chyba, a to jest na nasze służby jest chyba. Na pewno ta własna to jest chyba na dalsze. Tak się najsto. Cały. Lepo wypora. გახლავართ ლელა დვალი, ჩვენი სტუდია დაფუძნებულია უკვე 9 წელია, სტუდია ფესვების სახელწოდებით, მაგრამ ეხლა გახლავართ ცალკე ასოციაცია, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი გურულები, რომლებიც დავაფუძნეთ მე და ჩემმა მეუღლემ აკაკი ხინკლაძემ. ყავს ქართული ხალხური ცეკვებისა და სიმღერების ჯგუფი, ასევე საკრავი ინსტრუმენტები, ქართული ხალხური და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ბავშვი მოვიბროთ ჩვენსკენ, მოვიწიოთ ჩვენსკენ და ასეათ ისე ჩვენი კულტურა გავაცნოთ. ჩემთან ეხლა ამჟამად სულ მთლიანად 45 ბავშვია, მაგრამ ამ 9 წლის განმავლობაში სადღაც 150 ქართველი ბავშვი გამოვზარდე. უდიდესი მადლობა მოწვევისთვის, ნამდვილად ემოციური დღეა. აი ემოციები ზღვარს გასცდა, იმდენად ემოციურია. მე მარტო არ ჩამოსულ ვარ, მე ჩამოვედი ჩემს ბავშვებთან ერთად. ნამდვილად დღევანდელი დღე არის ერის გადარჩენის დღე. დღეს ქალაქ ბარიში ჩვენ აღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს. აღნიშნავთ კონცერტით სიამო ჯორჯიანი. ეს არის ქართული ცეკვისა და სიმღერის კონცერტი, რომლის ორგანიზატორი არის კულტურული ასოციაცია გურულები. დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან ქალაქ ბარიში და სხვა ქალაქებში, ულიაში, რეჯო-კალაბრიაში ცხოვრები ქართველები, ასევე იტალიის სხვა ქალაქებიდან არიან ჩამოსული ქართველები და ასევე ყავს იტალიელი სტუმრები. ფიქრობთ ეს დღე
ჩემთვის პირადად და სხვაებისთვისაც ვფიქრობ, ძალიან ემოციურია და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გვექნება შესაძლებლობა ჩავატაროთ ასეთი დღესასწაულების ზეიმები და ყველას ერთმანეთს მიულოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იქნება ეს თუ სხვა რაიმე მოვლენასთან დაკავშირებით შევიკრიბოთ და ერთმანეთს აჩუქოთ ასეთი დღესასწაული, როგორც მოხდა დღეს. მე როგორც რიგითი ემიგრანტი ვიმყოფები ქალაქ ბარიში ჩემშვილებთან ერთად და ვესწრები ამ არაჩვეულებრივ კონცერტს და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება თითოეული ქართველისთვის იმისათვის, რომ დავჩეთ ჩვენ ფესვებთან კავშირში და ახალ თაობას გადავცეთ ის სიყვარული და სითბო, რაც ჩვენს კულტურას და ქართულ ტრადიციებს გააჩნია. ბევრი დადებითი ემოციით ვარ, მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც დღევანდელი დღე რო ამ სახით წარმოდგენილი იყო რომ შედგა და ყველას, ვინც ამაში ჩადო შრომა, ნიჭი, ინტელექტი და ყველაფერი თავისი შესაძლებლობები, მატერია და ყველაფერი. მადლობა მინდა მხოლოდ უთხრა ყველაფრისთვის და მადლობა ღმერთს, რომ ეს დღე ესე შედგა, როგორც არის და პირველი შემთხვევა იყო ნამდვილად ამ მასშტაბებით ესეთი ამ ქალაქში ესე არ ყოფილა და ვფიქრობ, რომ მომავალი უფრო კარგი იქნება ერთობით, სიყვარულით და ერთმანეთის თანადგომით. საღამო ემიგრაციაში ქართული კულტურის ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მაგალითად იქცა. აპრიორი ტივი, ხათუნა შარაძე.